ალს იმენა დამანგრეველი ძალა 1.100.000.000 კუბომეტრი წყალი აწვება. ეს რომ ყიფე იყოს და არ ირხეოდეს და ამპლიტუდა არ ქონდეს, აუცილებლად დაანგრევს. ესე იგი ზოლის მთის მხარე ნაწილი არის საძირკველი, აქეთა ნაწილი თვითონ კაშხლის ძირითადი ტანი. მან რკინით გადაბმა, ანუ საძირკველსა და კაშხალს ტანს შორის არ არის, იმიტომ რომ წყლის მატებასთან ერთად და დაკლებასთან ერთად აემხელა ნაგებობას, თაღოვან ნაგებობას 728 მეტრია სიგანეში და 271 მეტრის სიმაღლეში, ქონდეს ამპლიტუდა, გადახრის შესაძლებლობა. ეს არის ცის თაღის, ორმაგი თაღის ფორმის კაშხალი, ზუსტად ამიტომ არის განსაკუთრებული, რომ ეს არ მოძრაობდეს, გამორიცხულია, დაინგრევა, წყალი დაანგრევა. საერთოდ 2010 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობა ითვლებოდა მსოფლიოში, მერე ჩინეთში აშენდა 2, რომელმაც სიმაღლეში გაგვისწრო. თან აქ ვამბობ თაღოვან კაშხლებში, იმიტომ არსებობს კაშხლების სხვადასხვა ტიპი.